ზაფხული, როცა გავლამაზდი. ხანდახან მეჩვენება, რომ როგორც არ უნდა ვეცადო, მაინც ხელიდან ვუშვებ ყველა შანსს. პორტრეტებისთვის ჩვენ უნდა ვიპოზიოროთ? ტელეფონიდან ამოღებული ფოტო არ გამოადგება? მოშორდი. რატომ? ცოცხლად უნდა რომ გხედავდეთ, რომ შენი ხასიათი დაიჭიროს, ვიდრე ახალგაზრდა და იმედით სავსე ხარ. მან ასე თქვა. კონრადს არანაირი იმედები არ აქვს. უიმედოა. მაგრამ ჩემი სმუზი ნავახუსებზე ნებისმიერს გამოაჯანმრთელებს. ცოტა დაუჩქარე თუ შეიძლება. საწოლს დაუბრუნდი. სტივენ, გადი აქედან. კარგი რა, ეს დელიკატური საქმეა. ნუ ასუნთქე მკვერცხის გულზე და იშლება. კარგი. თქვენ პორტრეტებს დახატავს, როცა პატარები ხართ. გაიზრდებით და გაგიხარდებათ ამ პორტრეტების დანახვა. როცა გავიზრდებით, ჩემს თავს ჰოლოგრამაში ან რამე ამდაგვარში დავინახავ. უბრალოდ დასხედით, რომ დაგხატოთ. აი კონრადი არ აპროტესტებს. გონს რომ მოვა, მერე გააპროტესტებს. გამომართვი. მადლობა. წავედით, პირველივე დღეს უნდა დავაგვიანებთ, არ დავაგვიანებთ, მოასწრებ. ის მოხუცები იმდენ ჩაინს მოგცემენ, რომ თავადაც გაუკვირდებათ. სტივენ, გეყოფა. ტრალორალ, ჩემს მეგობარს ფული არ აწყენს. მადლობა. დილა მშვიდობისა. ბელი, სად იყავი? ეს რა, დალურჯებული გაქვს? ვიღაცას დავეჯახე. ვიღაცას დაეჯახე? არც ისე დიდი სილურჯეა. მურყული გინდა? კი, მადლობა. კარგი. ღმერთო. ბელი, დებიუტანტი იქნები. ღმერთმა უწყის რა იქნება. ბელი, ჩემი და? ვინ ეს არსება? მხიარულება იქნება, აი ნახავ. ჩაისმა, აუქციონი, რეპეტიციაც. ეს უნდა ჩავიწერო და საყიდლებზე უნდა წავიდეთ. მგონი, ბევრი ფული დაგჭირდება. მაგაზე ნუღელავ, ლორალ. ეს ჩემზეა. იდეა ხომ ჩემი იყო. ციგნის საღამოსთვის ტანსაცმელი დაგჭირდება, ასე რომ. ბელი, ნამდვილად გინდა დებიუტანტობა? შენგან გამიკვირდა. ხო, მეც მიკვირს. კონრად, არ შეგიძლია მხარი დაუჭირო. აბა, ვინ გაუწევს მეჯლისზე კავალერობას? მე არა, შარშან ვიყავი. მე დავიფიცე, რომ მეჯლისებზე არ ვივლიდი. ცეკვებზე ძმაო. ბიჭებო, გეყოფათ ჩემს გამოჩხუბი. არც ერთ თქვენგანთან ერთად არ წავალ. მე თვითონ ვიპოვი კავალერს. თუ ვიკიპედიას მოусმენთ, ეს მეჯლისი სოციალურ და ზნეობრივ ეტიკეტში მომზადებას მოითხოვს. წავალ ვიცურავებ. ეტიკეტის ცოდნა არ აწყენდა. საგარეუბნო კლუბში ზნეობრიობას დიდად ვერ ისწავლი. დრო იცვლება. ერთი დებიუტანტი წელს თავის მეგობარ გოგონასთან ერთად მოდის და კლუბი წინააღმდეგი არაა. რა პროგრესულები არიან. აი, სადაა ჩემი ჯოხი. სწრაფად, საყიდლებზე უნდა წავიდეთ. მაინც ვერაფერი მოასწარე. არა მგონია. საოცარია.
კარგი. ამ ხუთს მომაჯადოებელი ქვია და გოგონებს ის უნდა ეხუროთ. სერიოზულად? კი, სერიოზულად. არ ვიცი. წავიდეთ. მოდით. ზადა? მარა, სერიოზულად. რა ჩავიდინე? კარგი საყვარელო. ღმერთო. ხო, ეს რაღაცა. პრინცესას გავხარ, კბილის ფერიას გავს. ნახე, რანა კარგია. ყველას თვალები შუბლზე აუვა. ძალიან მიყვარხარ, მაგრამ სულელი ხარ. მე ძალიან მიყვარხარ და შენ იცი რომ სულელი ვარ. იქნებ ეს. არა, ეს ძალიან უბრალოა. მაგრამ ეს უფრო მოუხდება ბელის. ლორალ, მენდე, ყველა ისეთი გამობრანჭული იქნება. გამარჯობა ჯერემაია. გამარჯობა ჯიჯი. არ ვიცოდი თუ აქ მუშაობდი. ბილი, ნუ აღჭობ, გაუშვი. არ გადამარჩენ? აი, ნებეთ. გემრიელად მიირთვით. არ დაგავიწყდეთ, მიმტანს ჩაი დაუტოვოთ. შესვენება გაქვს. შვენიერია, მადლობა. სიამონები წაგიყვან სერფინგზე. ჯანდაბა, ძმაო. ეს რა არის? ჩაფლავდი? ასე უცებ როგორ ჩაფლავდებოდი? ვის მოუნდება შენთან გართობა თუ თავზე ეს გადევს? მაშველობა უნდა დაგეწყო, ხალხი იშვიათად იხჩობა. ღმერთო, თმის ბადეზეც თანახმავარ თუ პირველ კურსზე დედასთან არ ვიცხოვრებ. სამართლიანია, ხო? დათკვის სანახაობით, სტივენ. ეს ყველაფერი ჩვენია. ძვირფასო? ძვირფასო? გისმენ. ჩაიცვი და ეზოში გამოდი. პირველად შენს პორტრეტს დავხატავ. რატომ ჩემსას? იმიტომ რომ დანარჩენები დაკავებულები არიან. მეც მაქვს საქმეები, დედა. მე მგონი დედისთვის გაიმედებ 2 საათს. რა თქმა უნდა. კარგი, ეზოში გელოდები. კარგი. ლამაზად ჩაიცვი. იმას ხედავ, მაგასთან მიკოცნავია. ისთან, მაშველთან, ლურჯიან გოგოსთან და სქელწარბა ბიჭთან. მაგარი ხარ. უბრალოდ მიყვარს კოცნა და კარგ ხალხთან ყოფნა. მაი ამისთვის არ მიკოცნია. არც გინდა. შეილა საყვარელია, მაგრამ ჩათრევა არ ღირს. რაში ჩათრევა? ყველაფერ ამაში. მიყვარს სარაფნიანი გოგოები, მაგრამ არ დავთანხმდები. მეჯლისზე წავყვე რომელიმეს. თუ შეილა გთხოვს და გაყვები მთელი ზაფხული, წყალში ჩაგეყრება. სტივენ, მიმტანები სჭირდება დებიუტანტების ჩაისწვეულებაზე. 2 მაქვს გიხდიან. რა თქმა უნდა, მადლობა. წადი, ფული იშოვე. კარგად.
მადლობა დედა. ბელი. იცოდე თუ არ მოგეწონება, ან ცუდი გოგოები იქნებიან, ან საჭმელი არ ივარგებს, მაშინვე მომწერე. გპირდები, არ გისაყვედურებ. ყველაფერი რიგზე იქნება, გთხოვ. მომწერე კოდური ფრაზა და მოვალ. დედა, გახსოვს? ლიმონის ჟელიბელი. ლიმონის ჟელიბელი. სასიამოვნო საღამოს გისურვებ. ჯერემაია? მერტო, ბელი. ვერ გიცანი. სიმართლე მითხარი. სულელურად გამოვიყურები? არა. კარგად გამოიყურები. მოდი, გაგაცილებ. რა? არაფერი. წამოდი. ეს რა ანანასებია? ანანასი? შენ რა ყვავილებს ვერ ცნობ? როგორ ვერ ვცნობ, მაგრამ ეს აშკარად ანანასია. ლამაზი კაბა ანანასებით. თუ ჟოლოს ან ალუბლის ნამცხვარი ექნებათ, იცოდე რომ უგემრიელესია. გასაგებია. ვერ წარმოვიდგენდი რომ ვუალში გნახავდი. ჯერემაია. ჯერემაია? პეიჯ, სადაა შენი პერანგი? მოხარული ვარ ნახვის, როგორც ყოველთვის. ეს ბელია, ან იზაბელ კონლინი. დედამ გითხრათ მასე. ჩემი მომავალი ცოლია. მან დააგვიანა. უკაცრავად. თქვენ მეორე მაგიდასთან ხართ. ეს ბრის პარმის ჟაშხიანი და ლეღვის ჯემიანი სენდვიჩია? მარგაბედო. კარგი. ჯერემაია, ეს გოგონებისთვისაა. მხოლოდ ერთი. აბა შენიცი. გაოგნე ყველა. მერტო. ეს ის გოგოა, კონრადი რომ კოცნიდა კოცონთან. ეს კი ის გოგო სტივენთან ერთად რომ იყო. ჯანდაბა. გამარჯობა. გამარჯობა. ლიმონის ჟელიბელი. გამარჯობა. ეს გუშინდელი საღამოდანაა? კი. მოდი შეგისწორებ. მე მგონი უკეთა. მადლობა. ბაბა? როგორაა ნიკოლი? დედა, მოდი არ გვინდა ამაზე. შენ პოზირება მთხოვე და მოვედი. მზივარ აქ. სიამოვნებით, მაგრამ მეტი არ მინდა. გთხოვ. მაპატიე რომ შულთან ერთწლიანი განშორების წინ მასთან ურთიერთობა მინდა. ბელი ძალიან უხდებოდა თეთრი კაბა. მისმინე, მთელი ზაფხული ასე გაბუტული უნდა იყო? ვერ დაგიშლი, მაგრამ 2 საათამდე ვერ იძინებ და სმას დაანებებ თავს. სასარგებლო საქმე უნდა აკეთო. სამუშაოდ წახვალ. კარგი.